მოგესალმებით. დღეს დავიწყოთ BMN-ის ამოცანების განხილვა. კერძოდ დავამტკიცოთ, რომ ზღვარი, როცა n მიისწრაფის უსასრულობისაკენ, წილადისა mn პლუს b შეფარდებული n პლუს n დიდი ტოლი არის წილადისა, რომლის მრიცხველია m, ხოლო მნიშვნელი a-ში. იმ შემთხვევაში, როდესაც b არის 2-ის ტოლი, m არის 3-ის ტოლი, n 4-ის ტოლი, ხოლო a-ში 5-ის ტოლი. მაშინ ეს ტოლობა გადაიწერება შემდეგნაირად: ზღვარი n მიისწრაფის უსასრულობისაკენ, წილადისა 3n პლუს 2 შეფარდებული 5n პლუს 4-თან ტოლია 3/5. გავიხსენოთ ზღვრის განმარტება. ზღვარი an მიმდევრობისა, როცა n მიისწრაფის უსასრულობისაკენ, ტოლია 100, ნიშნავს, რომ ნებისმიერი epsilon დადებითი რიცხვისათვის მოიძებნება ისეთი n დიდი ნატურალური ნომერი, რომ როცა n პატარა მეტია n დიდზე, მაშინ სრულდება შემდეგი უტოლობა a(n-a) მოდული ნაკლებია epsilon-ს. ამიტომ ჩვენ შემთხვევაში განვიხილოთ შემდეგი სხვაობის მოდული: 3n პლუს 2 შეფარდებული 5n პლუს 4-თან მინუს 3/5 ნაკლებია epsilon-ს. გამარტივების შედეგად მივიღებთ 5 გამრავლებული 5n პლუს 4-ზე, გვექნება 15n პლუს 10 მინუს 15n მინუს 12 წილადის მოდული ნაკლებია epsilon-ს. გაბათილდება 15n და მინუს 15n, გვექნება მინუს 2, მისი მოდული 2-ია, ამიტომ შეიძლება ჩავწეროთ 2 შეფარდებული 25 n პლუს 20 ნაკლებია
ეფსილონზე. ანუ მარტივი გარდაქმნების შედეგად ჩვენ მივიღებთ, რომ 25 n პლუს 20 იქნება მეტი 2 შეფარდებული ეფსილონზე. აქედან კი მივიღებთ, რომ n მეტია 2 შეფარდებული 25 ეფსილონ მინუს 20/25 იგივე არის 4/5. ჩვენ ვიპოვეთ სწორედ ისეთი მოიძებნა ისეთი n დიდი, რომელიც ტოლია 2 შეფარდებული 25 ეფსილონ მინუს 4/5 ამ სხვაობის მთელი ნაწილისა.